გამარჯობა, ეს არის პედიატრი ძმების YouTube არხი, მოგესალმებით ჩვენს არხზე. გამარჯობა, მე ვარ დავითი, დღეს ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რა უნდა გავაკეთოთ და რას უნდა დავაკვირდეთ ბავშვის თავის განვითარების დროს. დარჩით ჩვენთან. პირველი რაც პედიატრმა უნდა შეამოწმოს აუცილებლად ბავშვის შემთხვევაში, ეს არის თავის გარშემოწერილობა, რომელიც აუცილებლად უნდა კონტროლდებოდეს ნებისმიერ რუტინული ვიზიტისას, განსაკუთრებით 24 თვემდე. იქიდან გამომდინარე, რომ ამ პერიოდში იზრდება თავის გარშემოწერილობა და მნიშვნელოვანია მისი გაკონტროლება. გაზომვისას ვზომავთ ყველაზე დიდ ოქციპიტო ფრონტალური მიდამოს გარშემოწერილობას, ამისთვის ლენზს ვათავსებთ დაახლოებით წარბების შემოთ, ოდნავ დახრილად ისე, რომ გადადიოდეს კეფის ყველაზე გამოწვეულ წერტილზე. კი, და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს მონაცემი დავაფიქსიროთ. ზოგადი წესი ასეთია, რომ სიცოცხლის პირველ 3 თვეში თავის გარშემოწერილობა იმატებს 2 სანტიმეტრით ყოველ თვე, ხოლო შემდგომ უკვე ნელდება და 6 სანტიმეტრი იმატებს უკვე დანარჩენი 9 თვე, ანუ დაბადებიდან 12 თვის ჩათვლით ველოდებით, რომ თავი გაიზრდება 12 სანტიმეტრი. ფრთხილად უნდა ვიყოთ, როგორც ნელი ზრდის, ასევე ძალიან სწრაფი ზრდის შემთხვევაში, ორივე შეიძლება პათოლოგიის ნიშანი იყოს. შემდეგი რაც უნდა შეამოწმოს პედიატრმა, აუცილებლად არის პალპაციით, ანუ ხელის შეხებით უნდა ნახოს როგორც ყიფლიბანდები, ასევე ნაკერები. დიახ, ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ქალა ერთი ძვალი კი არა, არამედ არის რამოდენიმე ძვალის ერთობლიობა, კეფა, თხემი, შუბლი და ასე შემდეგ, რომლებიც ერთმანეთთან ნაკერებით არის დაკავშირებული. კი, და არსებობს მეტოპური, კორონალური, საგიტალური და ლამბდოიდური ნაკერები. ეს ნაკერები, როგორც წესი, დაბადებიდანვე არ უნდა იყოს გაძვალებული და პალპაციისას შეგვიძლია მათი შემოწმება. თუ ჩვილობის პერიოდში ისინი გაძვალდება, შესაძლოა დაგჭირდეს პაციენტის ნეიროქირურგთან გადამისამართება. უმეტესობაში წინა ყიფლიბანდი იხურება 12-დან 24 თვის ჩათვლით. ძალიან იშვიათია, რომ ისინი დაიხუროს 10 თვემდე, დაახლოებით 3%-ია ასეთი ბავშვების რაოდენობა და 24 თვის მერე დაახლოებით 11% არის ასეთი ბავშვების რაოდენობა, რომელთაც გვიან ეხურებათ ყიფლიბანდი. ნაადრევი დახურვა ყოველთვის უნდა იყოს სიგნალი პედიატრისთვის, რომ სხვა დარღვევების ნიშნები გამოიკვლიოს და განსაკუთრებით დააკვირდეს თავის გარშემოწერილობის ზრდას და არ გამოგრჩეს მიკროცეფალია. ასევე უნდა გავითვალისწინოთ კრანიოსინოსტოზი, ჰიპერთირეოზი, ჰიპერპარათირეოზი და ჰიპოფოსფატემია, თუმცა ზოგჯერ ეს შეიძლება ნორმალური ვარიაციაც იყოს. დაგვიანებული დახურვა შეიძლება იყოს ნორმალური, თუმცა აუცილებლად უნდა შევაფასოთ ნიშნები და არ გაგვეპაროს ისეთი დაავადებები, რომლებიც არის ჰიპოთირეოზი, მაგალითად პირველადი მეგალენცეფალია, გაზრდილი ინტრაკრანიალური წნევა, დაუნის სინდრომი და რაკიტი. რაც შეეხება უკანა ყიფლიბანდს, ჩვენ ველით, რომ ის დაიხურება დაახლოებით 2 თვის ასაკში. პოზიციური პლაგიოცეფალია ბავშვებში იშვიათი არ არის, მაგრამ თუ თან ახლავს სხვა ნიშნები, მაგალითად ნაკერების ზედება ან თავის დეფორმაცია, შესაძლოა კრანიოსინოსტოზზეც ვიფიქროთ. კი, პოზიციური პლაგიოცეფალიის დროს მაგალითად ჩვეულებრივად ვხედავთ დეფორმაციას, მაგრამ ყველა ნაკერი ღია არის. თუ მეტოპიური ნაკერი მაგალითად ნაადრევად დაიხურა, ამ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ტრიგონენცეფალია, საგიტალურის დახურვისას შეიძლება სკაფოცეფალია განვითარდეს, ლამბდოიდურისას უკანა პლაგიოცეფალია, როგორც წესი წამყვანი და ბიკორონული დახურვისას ბრაქიოცეფალია, ხოლო უნიკორონალური დახურვის დროს წინა პლაგიოცეფალია და ასეთ შემთხვევაში როგორი თავის ფორმა არის, ეხა მითითებული იქნება სურათებში. გახსოვდეთ, რომ ასეთი შემთხვევებისას აუცილებელია ნეიროქირურგის დროული ჩართვა ადრეული ჩარევისთვის და არ დაგავიწყდეთ, რომ თამითაიმი კარგი არის ძალიან და კოტე ახლა გვეტყვის რა არის და როდის ვიყენებთ. კი, თამითაიმი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად იმისთვის, რომ ავიცილოთ პოზიციური პლაგიოცეფალია ან გამაუმჯობესოთ სიტუაცია. გახსოვდეთ, ბავშვთან ერთად გულდაღმა პოზიციაში თამაში დღეში მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში ხელს შეუწყობს სხვადასხვა კუნთის განვითარებას. იმედი მაქვს მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, გთხოვთ დააკომენტაროთ, თუ რაიმე საკითხზე გნებავთ ჩავწეროთ ვიდეო. არ დაგავიწყდეთ, რომ მოიწონოთ და გამოიწეროთ ჩვენი გვერდი და ასევე გაუზიაროთ სხვა მშობლებს. კარგად.